სოფელ ბაძგირეთში ჩვენი მოგზაურობა გრძელდება. დღეს ერთი საოცარი ადგილი უნდა მოვინახულოთ. ესენი ტურისტები არიან, მეგობრებო, მოკლედ ძალიან ბევრი ტურისტი მოგზაურობს და მოძრაობს ამ სოფელში. იქამდე შორია და ჩვენც ერთ მანქანას გაგვაყოლა ძმათან ერმა. თვითონ ფეხით წამოგვეწია. ტურისტები თურქები აღმოჩნდნენ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი პატარა შვილთან ერთად. ქუთაისთან. თამამ. ეს ბოლო გაჩერებაა. აქედან ფეხით უნდა ვიაროთო. ხოთა წინ კიდევ გრძელი და აღმართიანი გზაწვრილია გასავლელი. ასე ფეხით მივიწევთ წინ, მეგობრებო, რადგან სამანქანო გზა იქამდე არ მიდის. ის გზაში როგორ ნავიარო? ეს ოპა! დიდი სერი რომ ჩანს? ხო. ჩქერი იგზე არის. ისე არ ჩანს ახლა. რალამაზია. ესე კარგად გვიწევთ ახლა. ისეთ ლამაზ ადგილას ვართ. აგერ ჩანჩქერის სანახავად ამოვედი, ძალიან მაღლა ვართ, მეგობრებო და მოკლედ ამ ბაზგირეთში სტუმრობისას რამდენიმე ტრანსპორტი გამოვიცვალეთ, აღარ მახსოვს, ჯერ ცხენზე არ მჯდარ და იმედია არც მომიწევს ახლა, იმიტომ რომ მეწოდება ცხენი სტუმრობით რა თქმა უნდა. ტრაქტორითაც ვიმგზავრეთ, ახლა ტურისტების მანქანით ამოვედით აქ, ეს ჩანჩქერი გვენეცხა და მართლა საოცარი სანახაობა. აი ეს ალბათ ყველა ქართველმა უნდა ნახოს. ეს ქართული სოფელი ბაზგირეთი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს სხვადასხვა გადაცემებიდან. ჩემთვის ოცნება იყო, რომ აქ ამოვსულიყავი და მადლობა უფალს, რომ ეს ოცნებაც ამიხდა. ევკლარჯეთი ჩემთვის ძალიან ახლობელი გახდა, ძალიან ბევრი ნაცნობი მეგობარი, ახლობელი სისხლით და ხორცით ნათესავი შევიძინე, მაგრამ ბაზგირეთში ნამყოფი არ ვიყავი, თუმცა აქაც ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ერთ-ერთი მათგანი დღეს ჩემი მასპინძელია. დიდი მადლობა ამისთვის. მე კი მინდა ამ ულამაზეს ადგილზე გზადაგზა გესაუბროთ. ართვინის, შავშეთის რაიონში, რომელიც 7 ქალაქის სახელითაა ცნობილი, მდებარეობს დღემდე ქართული სულიერებითა და ტრადიციებით არსებული სოფელი ბაზგირეთი. ულამაზეს ბუნებაში არის ცნობილი ბაზგირეთის ჩანჩქერი. კარგად არ ჩანს. ჩანჩქერი აქედან ზევით უნდა ავიდეთ. სილამაზე ქვია ამას. როდესაც მერეთის მთებსა და საკუპრიას 9 წყაროს ადგილებში თოვლი დნობას იწყებს, ჩანჩქერი იბადება და უხვი ნაკადით მოედინება. მაღლით აღმართულ კლდეს ყვავილჯვარას ეძახიან. ჩანჩქერის მიდამოს კი ღურღულეთი ჰქვია. აქ ადრე თურმე სათიბი ადგილები ყოფილა. ბაზგირეთის მცხოვრებთა პირველი სახლობაც ამ მიდამოებიდან დაწყებულა. სოფელი, რომელიც გამოირჩევა თავისი ხელუხლებელი ბუნებრივი სილამაზით, ხის არქიტექტურითა და ღრმად ფესვგადგმული კულტურით, ვიზიტორებს ქალაქის აუზაურისგან თავის დაღწევის საშუალებას თავაზობს.
1800 მეტრის სიმაღლეზე მდებარე სოფელში. ეს ბრწყინვალე ჩანჩქერი ნამდვილი სამოთხეა. ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტები, რომლებიც ხის სახლებისა და ბუნების სანახავად სტუმრობენ სოფელს, ბაზგირეთის ჩანჩქერით მოხიბლულები რჩებიან. ჩანჩქერისაკენ მიმავალ სტუმრებს ბუნებაში დაახლოებით 40 წუთიანი სეირნობა უწევთ, ვიწრო ბილიკებით, აყვავებული მწვანე სივრცეში, სანამ ციცაბო კლდეებს შორის წყლის ჩანჩქერის უნიკალურ სანახაობას აღმოაჩენენ. $2000 მეტრის სიმაღლეზე ჩანჩქერი 3 ეტაპად ჩაედინება ნაკადიმში კლდეებს შორის. როცა ჩანჩქერის სილამაზეს ეზიარები, იტყვი, რომ ეს ნამდვილად არის დაუვიწყარი მოგზაურობა.